ამერიკა არ აპირებს უკრაინას ტერიტორიების დათმობა დააძალოს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა NBC-ს ეთერში ისაუბრა. ტრამპის პრიორიტეტია დაასრულოს ეს ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, განაცხადა მარკო რუბიომ. ტრამპი და პუტინი უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა CNN-ის ეთერში ამას თამაშის წესების შეცვლა უწოდა. მისივე თქმით, რუსეთი დათმობაზე უკრაინის 5 ოლქთან დაკავშირებით წავიდა. როცა რუსები ალასკაზე დაეშნენ ბენზინისთვის, მათ ნაღდი ფულის შეთავაზება მოუწიათ. მათ ჩვენი საბანკო სისტემის გამოყენება არ შეუძლიათ. ისინი ამ შედეგებს ყოველდღე ებრძვიან. თქვა მარკო რუბიომ. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თითოეული სანქცია, რომელიც მოქმედებდა, ძალაში დარჩა. ტრამპი ზელენსკის პირისპირ შეხვდება. ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლები კი აუდიენციას შემდეგ შეუერთდებიან. ინფორმაციას ბილდი ავრცელებს. გამოცემის ცნობით დაგეგმილია ერთობლივი სამუშაო აღშამი და გაფართოებული ფორმატის დისკუსიები.